იცოდით თუ არა, რომ ნარუტო ერთადერთი პოპულარული ანიმე არაა, რომელსაც სპინ-ოფი სერიები აქვს. ანუ სერია, რომელიც იგივე სამყაროში ხდება, რაშიც პირველი ანიმე, მაგრამ განსხვავებულ პერსონაჟებზე. მაგალითისთვის, მსგავსი სპინ-ოფი სერიები, რომელიც მომავალში ხდება, წარსულში ხდება, ან ძირითადი ტაიმლაინის პარალელურად. ასეთი სპინ-ოფი სერიები აქვს One Piece, Bleach, JoJo's და სხვა მრავალს. უფრო მეტიც, აქედან მაგალითისთვის One Piece აქვს რამოდენიმე სპინ-ოფი. 3 ანიმე და 1 მანგა. აქედან 3 არის ადაპტაცია One Piece-ის ნოველებისა, ხოლო 1 არის უშუალოდ One Piece-ის ავტორის მიერ დაწერილი. და ეს One Piece-ის ავტორის მიერ დაწერილი რეალურად ხდება წარსულში და არის ზომბი რიუმაზე. ტექნიკურად უფრო სწორი იქნება თუ ვიტყოდით, რომ One Piece-ი არის მანგის სიკველი. მარტივად რომ აგიხსნათ, One Piece-ის ავტორი ეჩირო ოდა სანამ დაიწყებდა One Piece-ის წერას, დაწერა რამოდენიმე one-shot, ერთთავიანი მოკლე მანგები, რომელთა შორის იყო მანგა სახელად Monsters. და ამ Monsters მთავარი გმირი შემდგომ ავტორმა დაამატა One Piece-ის მანგაში, როგორც ზომბი რიუმა. და 2024 წელს ამ მანგას ჰქონდა ადაპტაცია Monsters 103 Mercy's Damnation. ადაპტირებული სტუდიო E&H Production-ის მიერ, ეს სტუდიო უშუალოდ დაარსებული იყო Sengoku Park-ის მიერ, Jujutsu Kaisen-ის პირველი სეზონის რეჟისორის მიერ, რომელმაც დატოვა Jujutsu Kaisen-ი და თავისი სტუდია დაარსა. და რეალურად Monsters იყო მეორე ანიმე, რომელიც ამ სტუდიომ გააკეთა, ანუ პირველი ანიმე ამათი იყო Ninja Kamuy. მეორე მშვენი სპინ-ოფი, რომელსაც ამ მომენტისთვის ანიმე ადაპტაცია არ აქვს და აქვს მხოლოდ მანგა, არის Ace-ის მანგა, Ace-ის ნოველის მიხედვით. მარტივად რომ აგიხსნათ, ორიგინალი მანგის ავტორი ამ შემთხვევაში ეჩირო და წერს ძირითადი სიუჟეტის მონახაზს და ამ მონახაზის მიხედვით შემდეგ სხვა ნოველის ავტორი წერს ამ ინფორმაციას როგორც ციკლს და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ნოველები იღებულებს ხოლმე მანგა ან ანიმე ადაპტაციას. ამ შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ მანგა ადაპტაცია, რომელიც არის დახატული Boichi-ის მიერ, Sunken Rock-ის ავტორის და Dr. Stone-ის არტისტის მიერ. მანგას აქვს 2 ტომი, 2 ვალიუმი და გაითვალისწინეთ, როდესაც 1000 follower-ზე ავალთ, ვაპირებ ამ მანგის პირველი ვალიუმი, პირველი ტომი გავათამაშო. მიუხედავად იმისა, რომ ვაპირებდი One Piece-ის 100 ვალიუმი გამეთამაშებინა, ვიფიქრე, რომ ეს უკეთესი ვარიანტი იქნებოდა. შესაბამისად, რაც უფრო მალე ავალთ 1000 გამომწერზე, მით უფრო მალე მოიგებს ერთ-ერთი თქვენგანი ამ ტომს და შეიძლება მეორე რამეც გავათამაშო მეორე ადამიანისთვის. და ამ მანგას ასევე აქვს Boichi-ის მიერ ილუსტრირებული Zoro's და Mihawk's ბრძოლა, ანუ თავიდან დახატული. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცნობილმა მანგაკამ One Piece-ის სპინ-ოფი მანგა დახატა, დაწერა. მაგალითისთვის მსგავსი რამ მოხდა Sanji-ზეც, Food Wars-ის ავტორმა დაწერა one-shot ერთთავიანი მოკლე მანგა Sanji-ზე. ასევე არის სხვა 2 ანიმე ადაპტაცია, ორივე ნოველის მიხედვით, ერთი ანიმე გამოსულია უკვე 2024-2023 წელს, One Piece Fan Letter-ი და ასევე მეორე, რომელიც მალე უნდა გამოგვიდეს, One Piece Heroes. One Piece Fan Letter-ი მოთხრობილია რანდომული პერსონაჟების პერსპექტივიდან, პერსონაჟი ერთი, რომელიც Marineford-ის არქში იბრძოდა და სხვა პერსონაჟები, რომლებიც საბაუდი არქიპელაგოზე იყვნენ, როდესაც ჩაირიცხა მეკობრეები დაბრუნდნენ იქ და ეს მეორე One Piece Heroes არის მოთხრობილი One Piece-ის გოგო პერსონაჟებზე, ანუ მეორე ხარისხოვანი ისტორიები გოგო მთავარ გმირებზე, როგორიცაა Robin, Nami, Vivi და სხვა. One Piece-ის და Naruto-s მსგავსად ასევე სპინ-ოფი სერია აქვს Bleach-საც. თუ გიყურებთ ანიმეს Burn the Witch, დაწვით ჯადოქრები, ეს ანიმე რეალურად Bleach-ის სპინ-ოფია. დაწერილია Tite Kubo's Bleach-ის ავტორის მიერ და Bleach-ის სამყაროში ხდება, რომლის მეორე სეზონიც ამ მომენტისთვის არ გამოცხადებულა ამ OVA-ს, მაგრამ აქვს პლუს შესავალი სერია 1, Burn the Witch 0.8. სპინ-ოფი შოუ აქვს ასევე JoJo's-საც, კი ანიმეს, რომელსაც 7 ნაწილი აქვს და მანგას 9 ნაწილი, ამ შოუს პლუს სპინ-ოფიც აქვს და ეს სპინ-ოფი არის Rohan Kishibeზე. OVA-ს აქვს 4 სერია და სრული სახელი არის Zaspoke Kishibe Rohan. აქვე ჩავუთავ Jujutsu Kaisen-საც, რომელსაც 2 სპინ-ოფი აქვს. ტექნიკურად სიმართლე რომ ვთქვათ, თვითონ Jujutsu Kaisen-ია სპინ-ოფის სერია, იმიტომ რომ ორიგინალი სახელი მანგისა იყო Tokyo Metropolitan Course Technical School, რაც ამ მომენტით ცნობილია როგორც Jujutsu Kaisen Zero, მაგრამ რეალურად ეს იყო ორიგინალი ისტორია, 5 თავიანი მანგა, one-shot მანგა, რომელიც პოპულარული გახდა იაპონიაში და შემდგომ ავტორმა გადაწყვიტა, რომ გაეგრძელებინა და დაწერა Jujutsu Kaisen-ი
მაგრამ მთავარი გმირი შეცვალა. მაგრამ ჯიუჯუტსუ კაიზენს ასევე აქვს მესამე ნაწილი, 25 თავი მანგისა სახელწოდებით მოდულო, რომელშიც სიუჟეტი ვითარდება 80 წლის შემდეგ და მთავარი გმირები არიან იუტას და მაკის შვილიშვილები. ასევე ამ მომავალში იუჯი არის ყველაზე ძლიერი, ანუ ახალი strongest, ყველაზე ძლიერი პერსონაჟი, რომელმაც შეითავსა გოჯოს და სუკუნას როლი. ანუ თუ ჰიენ ერაში ყველაზე ძლიერი იყო სუკუნა, თანამედროვე ერაში ყველაზე ძლიერი იყო გოჯო, მომავალში არის იუჯი. ანიმე ადაპტაცია თავისთავად ამ მომენტისთვის არ აქვს და არც გამოცხადებულა, მაგრამ მესამე ვალიუმისთვის, მესამე ტომისთვის მაპამ გააკეთა ეს ანიმაცია და ალბათ აპირებენ რომ მომავალში გააკეთონ ამის ადაპტაციაც. ტიტანებს შეტევასაც აქვს 3 სპინ-ოფი OVA, თლიანობაში 9 სერია. 5 სერია არის პირველ და მეორე სეზონებს შორის. აქედან 3 სერია არის რანდომული მეორეხარისხოვანი ისტორიები, ასე ვქვია, ჟანისა და სხვა პერსონაჟების, მაგრამ 2 სერია, მეხუთე და მეოთხე სერიები, რომელსაც ვქვია No Regrets, არის ლივაიზე და ლივაის წარსულზე. ხოლო მეორე და მესამე სეზონებს შორის არის OVA ანიეზე, რომელსაც ვქვია დაკარგული გოგონა, Lost Girl და მესამე სეზონის პირველ ნახევარს და მეორე ნახევარს შორის არის OVA მიკასაზე, მიკასას ბავშვობაზე, რომელსაც ვქვია Lost Girl, Lost in Cruel World, 2 სერიაა. ან დაკარგული გოგონას მეორე ნაწილი. სხვა ანიმე, რომელსაც აქვს ასევე სპინ-ოფი სერია, არის საგმირო აკადემია. საგმირო აკადემიას აქვს My Hero Academia Vigilantes, რომელშიც 6 წლით ადრე ვითარდება სიუჟეტი და ასევე ჰორიკოშის საგმირო აკადემიის ავტორს ნათქვამი აქვს, რომ მთავარი გმირი Vigilantes იქნებოდა ის ადამიანი, ვინც ყოველი შემთხვევაში ძალებს მიიღებდა დეკუ რომ არ გამოჩენილიყო. One Piece-ის მსგავსი შემთხვევაა Hunter x Hunter-ის მანგის სპინ-ოფიც, რომელსაც ანიმე ადაპტაცია არ აქვს ამ მომენტისთვის ყოველ შემთხვევაში. მარტივად რომ ახსნა სუი იშიდამ, ტოკიო გოულის და ჩოუჯი ნექსის ავტორმა დაწერა პრიკველი შესავალი ჰისოკასთვის, ცალკე საიდ სტორი ჰისოკასთვის, რომელიც ტოგაშის Hunter x Hunter-ის ავტორს იმდენად მოეწონა, რომ გამოაცხადა ოფიციალურად Hunter x Hunter-ის სიუჟეტის ნაწილიაო. ამ მანგის სახელი არის უბრალოდ ჰისოკას წარსული, ჰისოკას past. სიკველი one shot ერთთავიანი მანგა აქვს ასევე Death Note-საც, სიკვდილის დღიურს, რომელიც დაწერილია ისევ და ისევ Death Note-ის ავტორების მიერ და სიუჟეტი აქ ვითარდება რამოდენიმე წლის შემდეგ კირას სიკვდილიდან, როდესაც რიუკი სიკვდილის რვეულის ახალ მფლობელს იპოვის. გარდა ამ სპინ-ოფებისა, ასევე არის დამოუკიდებლად ცალკე შოუები, რომლებიც ერთ სამყაროში არსებობენ. მაგალითისთვის სპოილერები, Fire Force-ის ანიმე რეალურად შესავალია და პრიკველია Soul Eater-ის ანიმესთვის. მსგავს ვარიანტში ოშინოკოს ანიმე რეალურად იგივე სამყაროში არსებობს, რა სამყაროშიც კაგუია-სამა ლავის ვორ. ეს ორი მანგა დაწერილია ერთ და იგივე ავტორის მიერ და ოშინოკოს ანიმეში, უბრალოდ მანგაში კაგუიაც გამოჩნდა. თუ გიყურებიათ ანიმეს მაგი, Labyrinth of Magic, მაგიის ლაბირინთი, რომლის მთავარი გმირიც არის ალიბაბა და აქ ასევე გამოჩნდება მეორეხარისხოვანი პერსონაჟი სინდბადი, ავტორს დამატებით ცალკე სერია აქვს დაწერილი სინდბადზე, მაგი, სინდბადის თავგადასავლები, მაგი Adventures of Sindbad და ბოლოს საკამოდ დეი. ეს ბოლოსთვის შემოვინახე, იმიტომ რომ თლად ოფიციალურად არ ვიცით ავტორისგან და არ უთქვამს ავტორს, რომ ეს ორი პერსონაჟი ერთ და იგივეა და ერთ და იგივე სამყაროში ხდება ეს ორი სიუჟეტი, მაგრამ არის one shot მანგა, მოკლე მანგა, რომელიც არის ტაკამურაზე და დაწერილია საკამოდ დეის გამოსვლამდე. ეს თავისთავად პერსონაჟი დაამატა ავტორმა საკამოდ დეიში, ანუ საკამოდ დეის დაწერის მერე, მაგრამ არ ვიცით ეს ოფიციალურად საკამოტო დეის შესავალია და მაგის ნაწილია თუ არა. მანგას ქვია გარაკუ და ნამდვილად გრჩევთ წაკითხვას, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი არტი აქვს და ქორეოგრაფია ბრძოლების, ისევე როგორც საკამოტო დეის.